გამარჯობათ. მე კეთვარ კომპანია Fabergიდან და დღეს უნდა გაჩვენოთ როგორ ჩავაკორექტიროთ შეკვეთა, ანუ როგორ გავხსნათ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა შევიდეთ ჩვენს პირად კაბინეტში, ჩვენი სარეგისტრაციოთი და პაროლით, ანუ მომხმარებლის სახელი და გასაღებით, რომელიც SMS-ის სახით ყველა რეგისტრირებულ კონსულტანტს აქვს მიღებული. თუ კი რა თქმა უნდა არ ხართ რეგისტრირებული, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია. პირად კაბინეტში შესვლის შემდეგ უნდა მოვძებნოთ ის შეკვეთა, რომლის ჩაკორექტირებაც გვინდა. ჩაკორექტირება შეიძლება გვინდოდეს მისამართის შეცვლის გამო, ან რაღაცის წაშლის, ან ჩამატების გამო. მნიშვნელობა არ აქვს. რისთვის გვინდა, ჩვენ უნდა გავხსნათ ახლა უკვე დადასტურებული და გაგზავნილი შეკვეთა. თუ თქვენთანაც ესენელა იხსნება და უნდა დაელოდოთ, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ჩაიტვირთოს პროგრამა. და ახლა გადავიდეთ პირად კაბინეტში. თუ კი პირად კაბინეტში არ გადახვალთ, პირდაპირ შეგიძლიათ ჩემს შეკვეთებშიც გადახვიდეთ, მაგრამ მე ჯერ პირად კაბინეტში გადავალ, იმიტომ რომ აქაც როგორ იპოვოთ, ესეც რო გაჩვენოთ. პირად კაბინეტში უკვე ლოგოების სახით არის გამოყოფილი, აი ნახეთ, ესე და უნდა მოვძებნოთ ჩემი შეკვეთები. ჩემს შეკვეთებში რო გადავალთ, უნდა მოვძებნოთ ის შეკვეთა, რომლის ჩაკორექტირებაც გვინდა. აი მაგალითად, მზადაა მოსაგროვებლად, რომელსაც აწერია, ეს შეგვიძლია ჩავაკორექტიროთ. თუ კი აწერია მიწოდებულია, ამას ვეღარ ჩავაკორექტირებთ. ეს უკვე სააგენტო პუნქტია და არ ჩაკორექტირდება. ან მოგროვების პროცესში თუ არის, ვერც იმას ვერ ჩავაკორექტირებთ. მე ახლა მოვძებნი, რომელი შეკვეთის გახსნა მინდა, მაგალითად ახლა უნდა გავხსნა აი ეს შეკვეთა. დაკლიკავთ გახსნას, ანუ შეკვეთაზე რომ გადავიდეთ. შემდეგ ჩამოვალთ ქვემოთ და უნდა მოვძებნოთ დადასტურების გაუქმება. ამის შემდეგ შესრულება და ჩვენ პროგრამა უკვე დაგვსვავს საწყის გვერდზე, ანუ როგორც პირველად ვიწყებთ შეკვეთის განთავსებას, აი იქ. ეხლა მე ჩავამატებ, აი სწრაფ შეკვეთას დავკლიკავ და არტიკულით მოვძებნი, რისი ჩამატებაც მინდა. მე მინდა სალფეტკის ჩამატება, ნახეთ, თუ კი არ ვიცი, თქვათ არტიკული ან კოდი, მაშინ შემიძლია დასახელებით მოვძებნო, რასაც ვეძებ. ამ შემთხვევაში მე მინდა სარეცხი საშუალება, ხვნილი. ნახე, სარეცხი ხვნილის ფურცლები, ეს მინდა. კალათაში გადატანა. ოკეი. და შემდეგ ისევ უნდა გავაგრძელო იგივე, როგორც თავიდან ავარჩიე და დავადასტურე შეკვეთა, აი იგივე გზა უნდა გავიარო შეკვეთა წარმატებით დადასტურდა სულ ეს არის, აი ესე შეგიძლიათ გახსნათ თქვენი შეკვეთა, ჩაამატოთ ან ჩააკორექტიროთ რაიმე. აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენი შეკვეთა გაგზავნილია, იმიტომ რომ ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე აი ბოლოში შეკვეთის დადასტურებაზე დაკლიკვა და გაუგზავნელი რჩება შეკვეთა. თუ კი გადახდაზე გადასვლას ხედავთ, ესე იგი თქვენი შეკვეთა გაგზავნილია.